ნიკა მელიას დაუთმოთ ეთერი მე ხო უტკიცებდი ნინოსა რომ ნიკა მელიას მეთქი ფეხებით გამოყავდა საბჭოთა პოლიციას მეთქი და ძლივს მაჩვენე არაო ნინო არა ნიკა არაო ის ვიღაც ნადირაძე როა ის გამოყავდა ერთი საშინელება ყვა მეორეს და ნიკა კაცურად გეუბნები ისტორია შესული ხარ ძმაო გუში რა იდიოტობას გააკეთა საბჭოთა პოლიციამ ისტორია შეგიყვანეს უსამართლობის და ბარბაროსობის შერი იყო რაც შერი გაგიკეთეს და რა უთხარიან ვინიშდა იმ ოხერ მანქანაში შავ მანქანაში რომ ესეთი ბრძანება გასცეს იქის და ბატონ მოგესალმებით მივესალმებით დღეს მაყურებელს იქის და რაც ხდება საერთოდ საქართველოში საიდან მართლაც საათობრივად იცვლება ვითარება და არა იცვლება სამწუხარო არის უკეთესობის კი არის იცვლება ხედავთ უარესობისკენ იცვლება ეხლა სანამ დაუბრუნდები და მოვინიშნებ პერიპეტიაზე ვისაუბრებ რაც მოხდა ეხლა რას დაგვაქვს საქმე ბიზინა ივანიშვილმა მოდით ივანიშვილს თავი დავანებო არა მთავრობასა დაკავშირებით მინდა ხო კი ბატონო ისეთ ჭიდრო კავშირშია გადაწყვიტა ბარტყების გადმოგდება ერთი ბარტყი ბატონის შოთაძე გადმოგდა მეორე ბარტყი ბატონის სუბელიანი ეხლა ბატონი კვირიკაშვილი მიაყოლებს ეხლა მინისტრებს და ასე შემდეგ მაგრამ ეს ხო ვერ გადაარჩეს ეს ხო ბატონი ივანიშვილი ხო ისეთ სპირალში აღმოჩნდა საიდანაც უკვე გამოსავალი აღარ არსებობს იკა ჭკვიანი ხარ ერთ წამს რა დიდი ბოდიში ხარ მე კონკრეტულად რა არის სხვადასხვა დამიჭერეთ ხალხო აი მე ნიკა და მამამის ვიცნობ 25 წელი არის და ძალიან კარგი ადამიანია და ახლა შეიძლება ვთქვა რომ ისე გაუბრაზე კვირიკაშვილმა რომ კარგებით დაგიწყო ესე თქვა მოსეულება იმიტომ რომ არ არის რა სწორი ეს ლექსიკა ხელისუფლებამ დანერგაიამდეს სიბინძურეებისა და ამ გინებებისა და ცუდან ამოხეთქა ამადეს და დამთავრდეს მაგრამ ნიკა მაპატიე რა ჯოშ რა იცით აი ცანუცნაური ხელისუფლებები ყავდა ბოლო 20 წლის მანძილზე დასამთავრებელი აი ჩვენ ვერ ჩამოვქენით სისტემურად ახალი სახელმწიფო ესაა მთავარი პრობლემა და აი მოდი ამ კუთხით ამ ხელისუფლებას ჰქონდა უნიკალური შანსი უბრალოდ ახალ 2012 წლიდან რომ განვითარების სხვა ეტაპზე გადაიყვანა სახელმწიფო ეხლა რა მოხდა თვალში აი კაფიოდ როგორი ყალბებიც არიან ისეთივე სიყალბით წავიდა ბატონი ვერიკაშვილი არ დაგიმალავდა და ვიდრე ღარიბაშვილი უფრო ღირსეულად წავიდა ვიდრე ბატონი ვერიკაშვილი როგორ წავიდა რა სიტყვა თქვა ყველაზე ძალიან კარგად თვალსოს თქვა ადამიანმა რომ მომიყვანა ბიზინა ივანიშვილმა და მადლობა ბიზინა ივანიშვილს და წავედი ხა მე სახში ეს თქვა ბატონი ღარიბაშვილმა რა თქვა ხა ბატონი ვერიკაშვილმა ბატონი ვერიკაშვილმა თქვა რომ იცით უკანასკნელი თვეების განმავლობაში თურმე სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა აქვს შეხედულებები აქვს პარტიის თავმჯდომარე ბიზინა ივანიშვილთან და ამიტომ უმჯობესია ახლა ბიზინა ივანიშვილი მოვიდეს კვირიკაშვილი აქვს მიხედოსო ქვეყანასო მიხედოსო კაბინეტსო ჯერ ერთიც ნახეთ ცინიზმის მწვერვალი არ არის ჯერ ერთიც უკანასკნელი თვეების განმავლობაში როდესაც კონფლიქტი მოგვივიდა პრაქტიკულად ეს დაადასტურა ტყვილი ასე უთხრა ბიზინა ივანიშვილმა რომ მოდი ახლა ეს სივრცე დამიტოვო ვითომ მე და შენ ახლა ვიჩხუბეთ და ამიტომ გიშვებ არა და სამი კვირის წინ აირჩია ყრილობა თავმჯდომარედ ოფიციალურად ეს ერთი მეორე ხრი რა ისე თქმა უნდა დავით ბატონ კვირიკაშვილს რომ მართლა ეს იყო პრემიერ-მინისტრი და წასვლის ის იყო რა გეუნები თავრობაზე ერთი თვის წინ ბატონი კვირიკაშვილი ამიტომ არის დამოუკიდებლობის ხარისხი არის პლინტუსის ქვევით ქართულ ოცნებაში ნებისმიერ თანამდებობაზე ვინც მუშაობს უარესი ნიკა უარეს გეტყვი გინდა არა ხა ნახეთ ჯერ გეტყვი თუ შეიძლება რა თქმა უნდა ეს ერთი მეორეს არ გამოვრიცხავს და კომბინაციაში ხდება ეს ყველაფერი იმიტომ რომ დაგვენგრა თავზე სახელმწიფო რა ერთი თვის წინ თვეახევრის წინ დაახლოებით აპლომბით საუბრობდა გრეჩხუბა რომ აქო ყვალ კვირიკაშვილი აქო ყვალ ორნებივით დასტრიალებენ ჩემს ადმინისტრაციაზე და ელოდებიან ტაიმერი როდის დარეკავს და როდის გადავდგებიო და პირობას გაძლევთო რომ რამდენიმე წელიწადი ეს ტაიმერი არ დარეკავს ეს ტაქტიკური სვაგი არ იყო ხახდო ბიზინა ივანიშვილის წიაღში ვერ გაიზარდა და ვერ აღმოცენდა ვერც ერთი თვითყოფადი პოლიტიკოსი არ არსებობს ქართულ ოცნებას არ ყავს არც ერთი პოლიტიკოსი შევარდნაძის დროს აღმოცენდნენ სააკაშვილის დროს აღმოცენდნენ სხვადასხვა პარტიებში წავიდნენ სათავეში ჩაუდნენ სხვადასხვა პარტიაზე ივანიშვილმა ვერ შვა ვერც დარშვა არც ჭირდება პოლიტიკოს ჭირდება მენეჯერი საკუთარი ბიზნესის მენეჯერები იქ რაღაცა ბანკირები საკუთარი ოჯახის ექიმები ასე შემდეგ ეხა საუბარი არის ერთ-ერთი კანდიდატურა ქალბატონი არ ვიცი სკიტიშვილი ხო პირადი თანაშემწეებიც იყო ერთ-ერთი ნუ ეხა ბიოგრაფია იცი ამ ქალს თანაშემწე იყო ბატონი ივანიშვილის ბატონი ივანიშვილის თანაშემწე იყო ამიტომ მე ადმინისტრაციის უფროსი მაგრამ ეს არის ბოლო მთავრობა რომელსაც დააკომპლექტებს არაფერს ისე ამჯერ როგორც ამისი რა
ბოლო მთავრობა, რომელსაც დააკომპლექტეს ქართული ოცნება. ბიძინა ივანიშვილი. შემოდგომაზე და გეტყვით, ეხლა დამასრულებით, თუ შეიძლება შემოდგომაზე ბიძინა ივანიშვილის ბოლომდე ჩამოერთვა მართვის სადავეები. როგორ ალბათ ხომ გითხავთ, საპრეზიდენტო არჩევნები არ მოდის და საპრეზიდენტო არჩევნებზე საზოგადოება ბოლომდე ჩამოერთვეს ლეგიტიმაციას ბიძინა ივანიშვილის თუ კი რაიმე აქვს და როგორც ეხლა აჭირჭიქდნენ რამდენიმე ქართული ოცნების დეპუტატები რომ მიხვდნენ რომ არ მოდი ჩემი ჭირმა მე მაინც გადავჭე და გამოვიდე და იქი დაუწყეს მოწოდება გადადეხიო აი ესენი ადგებიან და ერთხმად თვითონვე მოითხოვე ვადამდე საპარლამენტო არჩევნებს ქვეყანაში მიდის ადამიანი და ანდერძად გვიტოვებს სკვირიკაშვილი ჯერ სად იყო რომ წავიდეს ეს სხვა საკითხია მაგრამ სახელმწიფო ვითარდება სწორი მიმართულებით, როდესაც უახლოესმა კვლევებმაც კი გვაჩვენა, კვლევა რა საჭიროა. 77% საუბრობს, რომ არ აქვს სწორი მიმართულებით ვითარდება. 73% მოსახლეობისა დარწმუნებულია, რომ კრიმინალი არის გაზრდილი და 55% საუბრობს, რომ კორუფციაში ეფლობა ეს მთავრობა. და უმუშევრობა დღითიდღე იზრდება. ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს და ყოველი მეექვსე ადამიანი იკვებება ვალით. ყოველ მესამე პენსიონერს კრედიტი აქვს გამოტანილი და ამით ცხოვრობს 2-3 წლით წინსვლებად პენსიონერს არის. ლარით ვერ გაზარდა პენსია უკანასკნელი წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა. და დეტალი გაიგე რომ კრედიტი აუღია საერთაშორისო იმიდან ორგანიზაციებიდან და ეს გაუღია ბიზნესს და გაგიჟებულა მაღაზიაზე. არანაირი ეკონომიკა ხახტო. არანაირი ეკონომიკა. თავარი რის გამოც წავიდა სახალხო პროტესტის ფონზე ეგ არის რა. დიახაც უკანასკნელი კვირების განმავლობაში რაც ხდებოდა გუშინ დაფიქსირებული ძალიან დიდი სკანდალი, როდესაც ბიძინა ივანიშვილის კარზე მიღებული მარნეულის მერმა ადგილობრივ სუსის თანამშრომლებთან ერთად რეალურად დასაჯეს ადამიანი შარდი წაასწრებიეს სახეზე. მაგაზე რეკლამის შემდგომი ხო, წამოვიდგინეთ, აი ეს ყველაფერი ჯამში რას ნიშნავს, იცით? ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებაში არის უდიდესი უკმაყოფილების მუხტი აკუმულირებული და უკმაყოფილების ეს აირი თუ შეიძლება ასე ითქვას, ჰაერში იმუხტება და იბუთხებს, ხახტო. არა, ეს არის არაფერი იმასთან შედარებით, რაც ელოდება. შეიძლება. ბიძინა ივანიშვილი. ისა დიკა მაპატია რა რეკლამაზე გამეშვი და მე ხა აი მართლა ცოტა არაეთიკურადაც მიმაჩნია, იცი? რაზე საუბრობ? აი იმ სისულელე იყო თავი დაბოლომდე იქ რა ეგება ეს საერთოდ საქართველოს არის. წარმოიდგინეთ, ნახე როგორი ხელისუფლება ყავს. არ მინდა ჩემთან აგავიდე? არა, ნუ ვისაუბრებთ მეთქი რა, იმ მარნეულის ამბავს. არა, მანამდე იმდენ რა, მარტო არ ვიცი, დილამდე რო ვისაუბროთ, იმდენ რა მოხდა. ერთი კვირის განმავლობაში ვერ მოვასწრებთ. მაშინ ახლა რა ხელისუფლება ყავს? წარმოიდგინეთ, შავზე თეთრს რო ამბობდნენ და ტომარა რო ჩამოვაცვეს მუხტალის და არაო, იქ თავისით გადავიდა კამერებს წას გასე. ამ ხელა ეხლა წამოვიდგინე პატარა არ ვარ ხო ფიზიკურად ხო? ათმა კაცმა და დავადგინე ყველა დანის სამართლოს უფროსი, სამგორის სამართლოს უფროსი, პოლიციის, ძოეთბირის სამართლოს უფროსების მოადგილე ყველაზე გვაქვს ინფორმაცია და ვაგროვებთ ეხლა და უახლოეს დღეებში შესაბამის ორგანიზმებს გავატარებთ. ეხლა მანქანაში ჩამტენით, წამოყვა რაც მოხდა, გამოდის ქალბატონი ბესელია და საუბრობს, იცი რა, იდენტიფიცირება, როდესაც მოხდა რომ მელიაო. მე გამოუშვეს. აი ხა მე ვერ მიცნეს, ეხლა თავი მეზიზღება სულ ტელევიზორში ვარ. და მართლაც ზოგჯერ სადაც მინდა რომ არ შემამჩნიო რომ მე ვარ ხო არის? ის იდიოტური ტექსტი განარიდესო, ვინ მოიგონა ეს იდიოტური? წამოვიდგინეთ, ბესელია სრული არის დავაგებული სახით გამოდის. ვერ იცნესო და იდენტიფიცირება, როცა მოახდინესო გამოუშვესო. მე ვერ მიცნეს და ძებრილი ბატონი ადამიანი ვინმე აღარ მახსოვს ავახმერდოვი თუ რაღაც ყაზახეთში რო თითქოს რაღაცა დაღაშავული ჩაიდი ის იცნეს ის წუთში არ გამოავლინეს. ნიკა, მოდი რეკლამაზე გავიდეთ ყავს. აი ამ სიმართლით დადიან. სიმართლე სადღა ნიკა გიხსნი რა ნაწილ ჩამოშვით არ არსებობს. ბოლომდე მივყვებით გახარია აი თქვენ აი მე გახარია მიეცემა პასუხისგებაში აუცილებლად. ის რაც იმ დღეს მოხდა ბატონი კუპატაძე საპატრულო პოლიციის უფროსი. და გახარია აუცილებლად არავის არ შეჩენია რა არაფერი არ შეჩება იგა თავი დაალებე და ბიჭები დაიჭირეს არაფრის გამო გუშინ 4 საათამდე ყავდა ისტორიაში შეხვედი ბიჭო ფეხებით გამოგიყვანეს მიტინგი და საქართველოს ეს დამღად დაიჭრება რა მიტინგი და ყოფილიყო ტროტუარზე ვიდექით ვესაუბრებოდი მაღალჩინოსანი გამოვიჭირე მანქანაში დრო აღარ რჩება მაგაზე რეკლამის შემდგომი საუბრო დრო გვაქვს რეკლამა გაგვიშვით ხალხო და ეხლავე დაგებრუნდებით
მაშასე ხალხო ნიკამელია გახლა ჩვენი სტუმარი რეპრესირებული ახლა მე კადრები ნახე და მართა შემზარავი იყო რა და ახლა როგორც თავად ნიკამას ბძანა მთელი რაიონული მილიციის უფროსები ისე ვთქვათ მიაბრძანებდნენ ნიკას საბჭოთა პარლამენტიდან მაგრამ ერთი დეტალი მინდა ნიკა მოგიყვე რა შენ მაშინ საზღვარგარეთ იყავი როდესაც კარვების ამბავი იყო და იცი რა არის დღეს ახლა ესა წამლის საყილად ვიყავით ეგ რაღაცა იაფი აფთიაქი არის ერთ ძალიან კარგი აფთიაქია სხვა შორის ყველას გიჩვენებთ ედელვაისია ესეთი აი მაკონგა მას მობილურებს რო არემონტებენ იმის ქვეშ რიგები არის და ფანტასტიკურად საინტერესო ადამიანი მუშაობს იქა მე მას ჯერ კიდე ჩემი ბავშვი პატარა რო იყო საავადმყოფოდან ვიცნობდი იქაური ექიმი არის და კარვების დროს მაშინ მიტინგზე მოუწოდებიათ რომ ექიმება დაგვეხმარეთო კარვებში ძალიან ბევრი ხალხი არისო ავადმყოფიო და ეგება მოხვიდეთ და ეს კაცი პატიოსთან პირდაპირ გეტყვით აგერ ირაკლი შეცმინდა ეს იცოდე ეს აი მე სტურვა თორავსები გვარა ტელეფონის მიწერია ამ ადამიანის და იქ და ესე ვთქვათ მართაი როგორც ექიმი ისე მუშაობდა იმ კარვების დროს ყარებს ვიწერა ესე არ დამოგვიზეს თან პარალელურად ჩაიწერე მაგრამ რა არის იცი კუდიდან დაურეკიათ მაგისი საავადმყოფოს უფროსისათვის რომ ესე და ეს ექიმიო სად არისო შვებულება აიღო ხელფასო და წავიდა არაო მიტინგებზე დადისო და გაგეთქვი საინტერესო ხაიცულეს იცი თავარი ექიმი რომ ეს კაცი გაეშვათ ნაცმოძრაობის აქტივისტი არის ერთი მაიცა და ის რო არის ბიბილაშვილი ყოფილა ეგეთი ნაცმოძრაობის აქტივისტია მაგისი ნაცსავი და იმისი ნაცსავი არის ეს ბიბილაშვილი და იმას ესე იგი დამუქრებიას საავადმყოფოს თავარი ექიმის თუ ამას არ მოხსნევთ რევიზია დაგადგებოდა ერთი წელი უმუშევარი ვიყავიო გუშინ მე აქ ვისაუბრე ეს ტრავმატოლოგს რო რაღაცა უთქვია როდის ესა როდის რა 2009 წელს ვინ ბიბლიაში ჩვენ ყავ ბიბლიაში საავადმყოფო ნაცმოძრაობაში ხელისუფლებაში ერთი წამით უშროებაში მუშაობ თუ იმან თუ ზაზას მიგულისხმოთ არა კაცო ზაზაზე არა მისი რაღაც ნაცსავი ყოფილა მაგრამ რა არის ექიმს რო გაუშვებ იმიტომ რომ ემსახურება და აქტიურად ეს სრული იდიოტიზმი აი მე მახარებს რომ შენ ასე აფასებ ამას ეთქვა შეიცვალეთ ნაცები მაგრამ რა არის ცინიკა ისე ერთი წელიო მე შიმშილობდიო და აი მართა მეგობრების იმაზე ვიყავიო და არ არის ეს უნდა დამთავრდეს იცი ახლა ის მე გუშინ დავგმეკიდევაც მინგოროყვას კლინიკის ეს გადაწყვეტილება რომ მოეხსნათ ის კაცი საერთოდ შესაძლებელია მიდგომა ადამიანის უფლებები უნდა გახდეს ჩემო ნიკა თავარი ფასეულობა აი ეს ადამიანის უფლებები აი ამ რაიონული პოლიციის სამმართველოებში რომ გაკრული იყოს აი რომ საავადმყოფოებში იქნება გაკრული და სკოლებში და ბავშვებსაც უნდა ასწავლებდნენ იცი ფუნდამენტალური უფლებები ადამიანისა რომ ხელშეუხებელი არის აი ესე ფეხებით არ გაგიყვანდნენ ჩვენთან ტოტალურად მორღოულია მთავარი რამ ადამიანის ღირსების და პატივის შელახვის უფლება არავის არ უნდა კონდეს ბატონო დავით ნახეთ რა მოხდა ეს ჩემი ამბავი და მე 2-3 წუთი დავუთმო კი ბატონო ვისაუბრო მაგრამ ამის შემდეგ კიდევ უარესი რა მოხდა აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ადამიანები ხო დააკავეს გაიტაცეს დაიჭირეს და აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ზოგი 2 კვირით ზოგი 3 დღით 4 დღით 5 დღით და უბრალოდ რისთვის დაიჭირეს ადამიანი არა მუნუსის სასამართლოში რა გააკეთეს რა ჩაიდინეს ხო განარიდეს და რა რო გამოვა ვერ გააგზელეს ბრძოლას ზიად უბრალო თავარი ბრალდება ანუ ბრალდების ხარის თავარი არგუმენტი რა იყო რატო დააკავეთ კითხვაზე პასუხი რა იყო იცით ზის სავალი ნაწილი გადაკეტეს ხო არა და ქაშვეთა ვიდექით და ვესაუბრებოდი ადამიანს და ტროტუარზე ვიდექით კადრი ერთი ვერ წარმოადგენეს ანუ ადვოკატები ეუბნებიან გასაგებია ზის სავალი ნაწილი გადაკეტეს თქვენ ამბობთ დიახ მანახეთ ერთი კადრი ამდენი პოლიციელი ხარ სამხი კამერები გაქვთ რუსთავის გამზე ერთი არ არსებობს და შეყარეთ და შეყარეთ მიიღეს ბრძანება პანიკაში მყოფ ხელისუფლებამ როგორც ჩანს გასცეს ბრძანება მოვიდა ბატონი კუპატაძე ეს საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ო იცი ვადიკოს საფილა ხო აი ეს აბსოლუტურად მოულოდნელად 1000-მდე ადამიანმა გააკეთა ეს რაც გააკეთა წამიყვანეს მე შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში იქ აი კახეთის გზატკეცილზე მერვე პოლკსთან კი ახალი შუშებიანი შენობა სადაც არის ეზოში გადმომიყვანეს
დააპირე შენობას შეყვანა, მე ისე უკვე მანქანაში ჩამსვეს, მე სხვადასხვა ეკიპაჟი, სხვადასხვა ადამიანები შემოიყვანეს, მე დაახლოებით არა ჩვენი პირადობა რომ დეპუტატი. კარგით, ეხლა 20 წუთით ჩემი თავი მეზიზღება სულ ტელევიზორში ვარ და ეხლა როგორ შეიძლება იცოდე რომ დეპუტატი იყავი? აი, ყვები თუ შეიძლება. 20 წუთის თავზე დამატეს ხელბორგილები უკვე. აი, განონიყვანეს მე წესიაო და იცით უნდა დაგადოს. კი ბატონო, კაი, დამატეს ველოდები. ვის დაგადო გახსოვს იმათ რა სახელებს? თქმა უნდა, ეხლა აბზანებას მიიღეს. 45 წუთის თავზე თხოვეს უკვე გადამოსვლა ხელბორგილ დადებულს. გადმოვედი და მეკითხება ერთი ადამიანი. როგორც ჩანს, საშუალო რანგის ჩინოვნიკი იყო, რომ ვიყავი თუ არა პარლამენტის წევრი. ნუ რაზეც ეხლა ასუხო. მე მოწვევა მომთხოვეს პირადობისოზე და გაათამაშე. რა თქმა უნდა, არ მქონდა, უბრალოდ დამემშვიდობდნენ, წამოვედი, გამოვედი ის გარეთ ქუჩაში, გავაჩერებ პირველივე ტაქსი და მოვედი იქ სადაც მოვედი. წარმოიდგინე მე რომ გავანალიზეთ რა მოხდა და ნუ თუ ესეთი არანორმალურები არის, ხალხო გეუბნები, თქვენ ამით რასაკეთებთ ჩამ? მე კი ნუ მიჭერთ, ყველები დაიჭერეთ და ყველები ფარულები დაიჭერეთ. მე რომ მიჭერდა იმ ადამიანებს რომ მიჭერთ, ვიც უდგას ზაზას არალიზეს და ბატონ მახალ ბაჩალიკაშვილს ამით რა. აი ხა საინტერესო რა მოხდა და უნდა ამოვიგდო. სათითაოდ მივსდე ყველას. პირადად კაბინეტებში მივაკითხო და აქ დაინახავთ უახლოეს დღეებში. ესე იგი, ეს გენერალი მარგიანი, ვინც იქ მანქანაში იჯდა, აფხაზეთის შინაგან სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი, ვინც ყველაფერზე ხელს აწევს რეალურად, ყველაფერზე. ეს ბატონი იქ იჯდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად, რომელსაც არჩევს შუშა. გასცეს მე დავალება დაკავების, თქო შეწუხდნენ, ეთო ალყაში რომ მყავდა და ყველა. ამის შემდეგ, ესე იგი, მოვიდა სამხარეო პატრულის უფროსი, მოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე საბანაძე, ხელში ვინც ამიყვანა 10-დან 8 იყო სამართლის უფროსი. ვინმე თემუკა კალანდაძე, ყველაზე აგრესიული ისანი სანგორის უფროსი, ჭიკაიძეს მეჯვარე. რომელიც გასცემდა და კადრებში არის ბრძანებას, რომ კამერები და ყველა კამერას, ყველა ოპერატორი ვინც კი მუშაობდა, ცდილობდნენ ამ ოპერატორის განეიტრალებას იქ იმ ტერიტორიიდან. აი ეს ბატონი თემურ კალანდაძე და აუცილებლად გესტუმრებით პირადად კაბინეტში, აუცილებლად და შევხვდებით რა თქმა უნდა, მურუსის და სასამართლოში, იმდენად შავითეძე ესენს ვერ ეტყვიან უარს. ასევე ვინმე შალვა ბედოიძე, ქალაქის სამმართველოს უფროსი, ყოფილი ქალაქის სუსის უფროსი. აი, ერთ-ერთი ვინც ამიყვანა, ასე ზოგმა ხელზე მომკიდა, ზოგმა ფეხზე. შემდეგი მანუჩარ მამსირაშვილი, ძველი თბილისის სამმართველოს უფროსი. ესევე ამათკაცი. მაღალი რაგის ოფიცერი. შემდეგი ვინმე ქურდაძე, თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილე. აი ფეხებში ერთი ადამიანი იყო, ვინც ხელი მწვდა და ამოყირავება უნდოდა, ეს არის სულხან თამაზაშვილი, მომღერალი თამაზ თამაზაშვილის ძმისშვილი, ბიზნესთან დაახლოებული ადამიანი და განზადების სამართლის უფროსია. ანუ ყველა ამ ადამიანს ბიძინა ემონიშვილს ყავს დაახლოებით 100-მდე უსიტყვოდ შემსრულებელი, მაღალ ჩინოსანი, ვერც რიგითმა პოლიციებაც კი ვერ გაბედა უკანონო დავალების შესრულება. სამართლის უფროსება აი ამ ნაძირალებმა მართლა რომ პირადად მოგაკითხავთ სათითაოდ. და ჩემთვის შევაწყვეტ მოყენებისთვის კი არა, ხვალდაზე და გუშინაც ვაკავებდი და კიდევ რო აპირებდი დაკავებას ბიჭების და ახალგაზრდების და გოგოების და ასე შემდეგ და რო დაძლებდა უთოთვალებ ზაზას არალიზეს, აი იგივე სისულელი რო არ გააკეთო და თქვენ თავი რო გადავარჩინო მე და ჩემო მეგობრება. აუცილებლად გეწვევით. ესენი არიან ის ადამიანები, ვისაც ეყუნება ბიძინა ივანიშვილი. საათ გინახავთ სამართლის უფროსები, რომ მოდიოდნენ და რომელ ქვეყანაში არსებობს ეხა პარლამენტის წევრი აიყვანო იმაში რა ქვია ხელში და შეაგდო მანქანაში გადააგდო 24 საათი პოლიტიზირებული პოლიციელები. ვერც რომე პოლიტიკოს კაცო. გამოდის მე პოლიტიკური ხელმძღვანელები მიხვდე რა სისულელი გააკეთეს. რა ვქნათ, როგორ გადმოვატრიალოთ ეს უათი ჩვენ სასაგებო და მოდი განვარიდოთ წრება შემოიღო. ხახტო, მაგრამ გუშინ უარეს იქნეს, ბიჭები, ახალგაზრდები სახლებიდან აიყვანეს. ხო ეს მესკავი. 30 4 საათზე დამთავრდა სასამართლო პროცესები. არ ვიცი, ნიკა ახლა დროს მოღარ დამაკარგა. არა, შემოვიდა ეს არის ზავადობრივი სისხლში გასვლილია ხელები. ნიკა. ამათმა დაკარგეს, მოდით ეხლა გულახდილად თქვა ხალხო რა. ან დამეთანხმეთ, არ დაგითანხმებით. ბიძინა ივანიშვილი 6 წლის განმავლობაში ცდილობდა ერთი და იგივე კარტის გათამაშებას. ამბობდა და ამას ქართული ოცნების წევრებიც არ უარყოფდნენ. იცით, აი ნაციონალური მოძრაობის ხალხი და ხელისუფლება, აი პროგრესზე ორიენტირებული კი იყო. აშენებდნენ რაღაცა, მაგრამ
სისასტიკით სავსე იყო მათი რიგები, სასტიკი ადამიანებით სავსე იყო. ესენი რას ამბობდნენ, ჩვენ შეიძლება ისეთივე ეფექტურები არ ვიყოთ, ბოთეები ვართ, მაგრამ ჰუმანურები ვართ. აი ამას ცდილობდა რა მოხდა ეხლა ხახტო? ყველა მართლა უღირსი ადამიანი ვინც იყო წინა ორი ხელისუფლების რიგებში ამოიზეს ჩვენსგან იქ შემონაცხადოთ და ნაკრები გააკეთეს. და ყავთ ეხლა ზოგი აღმოსავლეთ ხელისუფლებაში და ზოგი სასამართლო ხელისუფლებაში და ზოგი საკანონმდებლო ორგანოში. აბა ათუგუში ყავდა ლევან ყაბეიშვილი, ზაგრე კოდუმაშვილი, თუ ყველა ღირსეული ადამიანი მე უფლება მაქვს, ეხლა არ მინდა სახედე გვარი, ყველა უამრავი ყოფილი მინისტრი, ღირსეული ადამიანი, ვინც იყო წლების განმავლობაში, ზოგი მუშად მუშაობს ამერიკაში და ზოგი ერთეულების გამოკლებით, მართლა ის უნამუსო ადამიანები, ვინც ეხლა ქართულ ოცნების რიგებში არიან. და ეხლა მაპატიეთ და ეხლა რა გონიათ რომ გაგივათ ეს ყველაფერი, გააღარიბეთ, გააღატაკეთ ქვეყნის მოსახლეობა საკუთარი ბიზნეს ინტერესებისთვის და ვიწრო კლანური მმართველობა ბიზნესმენშვილის გარშემო დიდდება. კუმსიშვილმა აღარ იცის საჩაიტენოს ეს ფული. აღარ იცის ეს გუჯა-ბული სათლა ჩაიტენოს. კუმსიშვილი ნიკა? არა, გამასენ და პირველი ბატონი კუმსიშვილი. თელი მერია გასო იმაში არის, ჩაფლული არის რაღაც სიბინძურეებში. სულ და მე ხო ვიცი, ესეთ რა ნახე ხა. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ვერ გააგდებენ ხელიდან და ერთმანეთის ჩაშვებას ვერ დაასწრებ. ნიკა, აი ყველა მშენებლობა გაჩერებულია, ტრასები გაჩერებულია, გაოგნებული ვარ 6 წელი არის იმისი ზესტაფონ იმისი ტრასა რა ქვია ქუთაისსა და ჯერ არ და წარმოვიდგინეთ ეხლა როდემდე აი ბატონო და იმდენად შეეშინდა თან ზაზა სარალიძეს დანაშაულებრივი ვაიმე რა ვქნა გასაქცევად გაგვიხდება საქმე და მოდი ჩავასვლა იმდენად გაკადრიერდნენ რომ დაიწყეს პროპაგანდა აამუშავეს შავი პიარი თითქოს მოდი თქვათ ეხლა რომ ღავანელოდ ოდნავ ამ ფრონტიდანაც იმ ფრონტიდანაც რომ დათუნა სარალიძე იყო მოძალადებაში თითქოს იზალადა ნიკა დროს მოღარ დამაკარგინე არა ყველა ვიცით სახელმწიფო გვარი და არაკავებს ყველს ნიკა მომისვინეთ ყველა გონე ხვალ რომ ყველი დააკავონ მე არ საზოგადოება თლიანად ნებისმიერ პოლიტიკას გამოვა და ტაჟდა უკრავს არა მოვთხოვთ ყველების ფარველების დაჭერს სულუგიანმა რა თქვა ვერ გაიგე ყველაფერს ვიტყვიო თუ გამიშვი ბატონო ქალბატონი სამოთხ ტალღიან რეფორმებს ვატარებდა სასამართლოში და გააკეთა მურუსიძე დაიშვა ხოლმე გეუბნები რა შენ ვერ ატყობ რომ არ მიდიოდა ეს თავრობა ბატონო ეს თავრობა არ უნდა იკა მაცალ ეწავს გასო აქ ცოტა სხვა ის საიმისი რა ქვია წყალის მრქვევი მანქანები რატო იდგა პარლამენტის და სპეცნაზი გადატრიალების სცენარი მუშაობდა იქ ეს უკვე თქვენს გარეშე და ყველაფრის გარეშე იმდენი ძალებია დაინტერესებული რომ საქართველოს ძალაუფლება ხალხი თვითონ თავისიანებივე ქართული ოცნება დამთავრებული არის აი ისეთი სხვადასხვანაირი ძალების და ინტერესების ჭიდილი წავიდა იქ ანუ საშიშტო ფაზაში ვართ ეს უნდა დამთავრდეს გასო და რაღაც სერიოზულად უნდა იფიქრონ ამათმა ან მიხედონ ქვეყანას ან წავიდნენ მიხედონ ბატონო აი კადრებს საიდან მოიყვანენ ხახო ჯერ ვიყავდა დეცლების 6 ժամանակობაში და ეხა ამათაც რომ ამის გაყრაც რომ უწევს და ილანიშეს ვინ უნდა მოიყვანოს სანამ მოხვიდოდი აგერ ეხა მაყურებელი შემოვიდა ეს ბანკირები საერთოდ საფრთხის შემცველი ძალა არიან პოტენციურად ყველა ქვეყანაში ანაკლია კონსტიტუციაში რომ შეიტანეს იქ უკვე მე მივხვდი რომ გეოპოლიტიკური თაღლითობა და მამაზაღლობა ხდებოდა და აი ეს ძალები იყო რომ აი ამ ყოველშაბათი სიბინძურია რაც ხდება მე მართა ეს ინტრიგებს ვერ ვიტანდი ვერასოდეს და წესერი ქვეყანა გვინდა რომ ავაშენო და ღმერთმა მოგვივლინა ეს ზაზა არ შეიძლება ერთხელ თქვია ოქსიმორონია ბატონო დავით არ არის ერთად არ თავსებადი არ არის დემოკრატია და ოლიგარქია ან ოლიგარქია და ქვეყანაში ან დემოკრატია დემოკრატიულ წყობილება გვაქვს ქვეყანაში გვაქვს ოლიგარქატი ქვეყანაში ხახნო ოლიგარქატი ეხა ვისაც ასე რა მოიპრიალება ბიზნესმენიშვილს ხეს გადაიტანს ერთმანეთს წაიღებს იმას მოხსნის ამას დანიშნავს ხილს დაანგრევიებს მე აშენებიებს იმიტომ რომ ხე გაატარონ და ხალხი შიმშილოს ტოტალურად გარბის ქვეყნიდან ხახნო რა გამოდიეთ ეს სუსის ნარატი გომელაური ერთადერთი უწყება რომელიც მუშაობს
ეს არის სუსი, სადაც დანიშნა ყველაზე სამწუხაროდ ადამიანების იმათაც თავიანთი ინტერესები შოეზე მუშაობს იმ ადამიანებზე, ვინც აპროტესტებს. ამაზე მუშაობს. ბატონი გომელაური. სუდია კი არა, ეს არის კატასტროფა და პირველ რიგში ეს ადამიანები ჩაითრევენ მას მოსავლეთში. უკვე ჩათრეულია ყველაფერი ქვეყანა ძალიან მართვის ადამიანებთან ჩამოშორება. ეს არის ძალიან მოკლე დროის ამბავი. ეს ჩავთვალოთ, გაკეთებული არის უბრალოდ ბოლო რამდენიმე აკორდი არის ასაღები. განვითარება უნდა დავიწყოთ ჩამოშორებისთანავე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნიკა არ ვიცი ახლა მაგის რესურსი. როგორ არის? არა, უნდა დაიწყოს ბატონო 15000-ად მოვიდა მილიარდელი ივანიშვილი და 15000 საჯარო მოხელით მეტი დანიშნა სამინისტროებში და გამგეობებში. აი სანამ ნაცები არიან ხელისუფლებაში კონცეფს ვერ გავისწორებთ, დამთავრებულია ხო. აი ეს ემოც. სანამ არის ხელისუფლებაში ნაცები? ეს არის, ვინ არის ნაც? ესე იგი ხელისუფლებაში ეს უს რაღაც ახალი განვითარებას მოგვიყვება. აი ალალად გეუნები, კვირა დღეს, აი 500 თუ. გესმით, არა, აი ეს არის, აი ხო და 10 დღის განმავლობაში. არა, ბატონო და 10 დღის განმავლობაში წვიმაში, სიცხეში ხალხი გამოდიოდა, აპროტესტებდა სხვადასხვა რაოდენობით, სხვადასხვა ფორმით. მაპატიეთ, მაგრამ ამას ვინც ვერ ხვდება, ის ელემენტარულად ან მართლა ვერ აკვირდება პროცესებს ყურადღებით, ან სიბეცით არის გამორჩეული და რატო გეტყვით ხალხო? წარმოუდგენელი საპროტესტო მუხტია საზოგადოებაში, ყველა რეგიონში, მთელს ქვეყანაში. და ამა დააქვთ იმედი, რომ ეხლა ამ პროტესტს გადააგორებენ, აგერ სოფლიო ჩემპიონატი დაიწყება, ეროვნული გამოსვლები იწყება, შუა ივლისში შევალთ, აგვისტოში შევალთ და გადავაგორებთ. 2007 წელს იმ ხელისუფლების ოპოზიციამ მილიარდერი ბადი პატარკაციშვილის თაოსნობით 30000 კაცი რო გამოიყვანა რუსთაველზე. 5 ნოემბერს ხო არ გამახსენებთ, რამდენი ადამიანი იდგა? 70 ადამიანი იდგა და 7 ნოემბერს იდგა 20 ადამიანი და ჩათვალეს მაშინ მაპატიეთ, რომ აი ბორჩა გადავტეხეთ. გადავტეხეთ და რა? ათასობით ადამიანი იდგა 10 დღის განმავლობაში. ვიცი, ნიკა. ისო იცი და არ არის, როგორ არის ვიღაცები აი ამ თვლემა დაღუპა ნაცების და დაღუპავენ მე გეუბნებით განყვებით ხახდო. ნიკა გაწყობა თავარი რამ აღარ აქვს ქართულ ოცნებას, რითიც აღარ რამდენიმე სულებს აკეთებდა რა. მორალ უპირატესობა აბსოლუტურად დაკარგა. როგორ უნდა მოლაპარაკოს იმ მართლაც უსამართლო სასამართლოზე, რომელიც ჩააბარა მორუსიძეს. ვისაც 9 წელს განმავლობაში აკრიტიკებდა, ეხლა ჩვენ რომ მოვიდეთ ხელისუფლებაში, დაწოლებული ვარ. ამაში სხვადასხვა კონფიგურაციით იქნება ეს ასე თუ ისე, მაგრამ დავუშვოთ, ვისაც მე 24 საათი ვაკრიტიკებ, გახარია შინაგანსაქმეთა მინისტრად. აქ ამათორი წულუკიანი დავტოვოთ იუსტიციის მინისტრად. აი ეს ადამიანები დღეს მის ხელისუფლებაში არიან. მურუსიძე და იყო ერთი რიგითი მოსამართლე ეს მურუსიძე. მოვიდა ქართული ხელისუფლებაში და მთელი სასამართლო სისტემა ჩააბარა ბატონ ჩინჩილაძესთან ერთად. გამორიცხულია ხო? ეთახმება რა ნიკა, მოდი რა სხვანაირად შევხედოთ. როგორ მითხარით და შევხედოთ. ჩემს სუბიექტურ აზრს გეტყვი ხა, შეიძლება არ გესიავნოს, მაგრამ ნუ აღარ არის რა, ხა ჩემი მართა გეუბნები, 10 იდეოლოგია ქონდა ნაც მოძრაობას. არა, ურა ხო. ნიკა არა ქონდა რა, კაი ხო. უდიდესი გამოწვევები წინაშე იდგა ეს ხელისუფლება. მე მოვისმინე, თქვენ მე მოვისმინე თქვენ ყველანი საუბრობთ. კი ბატონო, რევოლუციური ხელისუფლება იყო, ნახეთ, რევოლუციით მოვიდა. მიშა სააკაშვილმა მოდი შეჯიბრებოდა მიშა სააკაშვილს ქართული ოცნება გაკეთებულ საქმეებში და არა დაშებულ შეცდომებში. თქვენც 96% რო დაიწყო, აკა მოსულიყო და რო დაიწყო მიშა 2003 წელს, ხო? თქვენ დაუშვებდით შეცდომებს 2003 წელს. ახალგაზრდა 26 წლის რეფორმატორი ადამიანი მოვიდა მინისტრები გაუშვა და ახალგაზრდა გამოუსტელი დიახაც გამოუსტელი კადრები მოვიდა, მაგრამ მოტივირებული, განათლებული. ნიკა, კარგი ნუ გადამრია, იმის ეუთო გასკვნებია, რომ ელიტური კორუფცია შეიქმნაო, ნუ კარგი მიშას დრო შეიქმნა 2006 წლიდან ელიტური კორუფცია. ამიტომ გვარების დასახელება მინისტრ მიხეილ სააკაშვილის კაბინეტის არაერთი წევრი ზოგი მძღოლად მუშაობს და ზოგი ნიკა, ეს სხვა ამბავია, მაგრამ იყვნენ გავაღიარეთ კი არა, მეწეო ვამხელ ბატონო და გამადამიანე. ბატონო, მაგრამ ფაქს გეუბნები, სისტემური დანაშაული ჩაიდინა მიშა. ისა და არ
კარგი ხო და მაგას გეუბნები ძალაუფლების კონცენტრაცია არის საზიზღო. ბატონო დავით, ხო არ ვიკარგოთ იმაზე რაზეც თანხდებით და მთელი ნაციონალური მოძრაობა თანხდება, ყველა მიხეილ სააკაშვილის დაწყებული რომ ქონდა უდიდესი წარმატებები, გავატარე უდიდესი რეფორმები, მაგრამ დაუშვი შეცდომები. იგა, შეცდომა არა ეს. ის ადამიანები, სად არიან დღეს? სად არიან ის ადამიანები? იგი რა ენერგია აქვს? სად არიან ის ადამიანები? არ მინდა რა, ეხლა მე ერთხელ ვახსენე და არაერთხელ რამდენიმე უღირსი ადამიანი ვინც მოხვდა მიხეილ სააკაშვილის კაბინეტში დღეს ხედავ ან ქართულ ოცნებასთან მოტრფიალეს და ახლა ან პირდაპირ ქართულ ოცნებაში. ნიკა 4 წუთი დამშა და ერთს გეტყვი რა, დამამთავრებინე გეხვეწები. რა არიცი? აი თქვენ რესურსი ამოწე. კი გასო მე სამწუხაროდ დაგიჩვენე. ჩვენ ხელისუფლებაში დაბრუნებას არ ვაპირებ. დაბრუნება ნიშნავს ყველა იმ ადამიანებთან გამარჯვება. ნიკა მართლაც თუ სამართლიანი არჩევნები იქნება, არის რამდენიმე ხმას აიღებთ, მაგრამ არის ბატონო დავით. ნახოთ, კი ბატონო, უნდა იყოს სამართლიანი არჩევნები ქართული ოცნების როცა შეთა საუბარი. სულ შესაუბრო, გეტყვი რა, აი მე მომავალს როგორ უყურებ, ჩემს ასკ დავაზობ. ნაცებმა ამოწურეს რა რესურსია თუ რა არის რა გაფიქრებინეთ და რა გაძვეთ ამის საფუძველზე ზაბ უგულავთ მაინტერესებს ეს არ გამოდის ეხლა იძახით აი მესამეზე გამოვიდა ეხლა აი ვინ დააყარეს ასე ვთქვათ იმედები გარკვეულ საზოგადოების ნაწილმა ბატონ ალასანიაზე ხო და პირდაპირ ეთერში დაუშალა პარტია ბიზნესმენები მე ბატონ საპატიციო ვალდება ბატონ ბურჭულაძე ხო პირდაპირ ეთერში დაუშალა ნაციონალური მოძრაობა გავა საუკუნე და იქნება არა გეუბნებით რატომ ეს არის მოძრაობა იქნება ხახო პირველი პრეცედენტი დაიშვა რომ ხელისუფლებიდან დამამთავრებელი გადასვლა პარტიამ გაუზო უდიდეს წნეხს ხახო პოლიტპარტიები ყავს ქვეყანაში და დეპოლიტები ყავს ქვეყანაში და სასამართლო სასტრაფული ზარათყოთელებები არსებობს რომელმაც დაადასტურა რომ დიახას პოლიტიკური მოტივაციით არის ეს ადამიანი სამართლისა მაინც ყავს ბიზიავანიშვილს ეს ადამიანი იმაზე ამბობ ვანომერაბი იმის გამო რო ეშინია თავს არალიზის გამო ისა რა ქვია გამოძიება არ მინდა მე შევაწო მართლა გეუბნებით რა რა მოცემულობაში გვაცხოვრებს ბიზინა ივანიშვილი ყოფი შევარდაძეს დროინდელი ძალოვანი ministrები დააბრუნა ხელისუფლებაში ხახო ნიკა გავიგე არც მაგათ აქვს პერსპექტივა. ხალხს აქვს პერსპექტივა მე. ხალხს გასაუბრეთ ნაციონალურ მოძრაობას არც ექნებოდა არასოდეს პერსპექტივა. ხალხის ხარდაჭერის გარეშე და არც აქვს და არც ექნება. ხალხის ხარდაჭერაზე არ დგას ნაციონალურ მოძრაობა. აბა რამ გადაარჩინა? ბიზნეს ივანიშვილის მარწუხებს რამ გადაარჩინა? ხალხმა ბატონო დავით. თორე არ ექნებოდა რა თქმა უნდა, რაც უნდა ის იქნება. არახურები იყო ყველა მოდით ეგ ძირფასო მაყურებლებო რა. მოდით რა ალალად შევხედოთ ვით შევთვი ვითარებას. აბა აი უკანასკნელი წლების განმავლობაში ნაციონალური მოძრაობა აი რომ გაენადგურებია ქართულ ოცნებას. რა ვითარებ ხმის ამონგები ბევრი აღარავით არჩევოდა არა კაიმაგრა და სამოვიღებდა არა თქვენ არ პოლიტიკურ პარტიებს გულისხმობ პოლიტიკურ პარტიებს გულისხმობ ნიკა მათქვევინე რა აღარ დარჩევდა ამიტომაც ებძოდა სულს არ ებძვია ბატონო და ძლიერის პოზიციიდან არა ნიკა ორმაგი თამაშია რა სწორედ მოკლედ ჩვენი რუშა და გამოგიყენათ ქართულ ოცნებამ მაგა ჭირდებოდი თქვენ და ჭირდებოდით არცეთი დღე ხიზლად ბიზინა ივანიშვილს რეალურად არ ეძინა შვილად არ ეძინა იმიტომ რომ იცოდა რომ ადე თუ გვიან ამხელდა საზოგადოება იმაში რასაც დავანებოთ მოდი რა ნაცების და ხოცების არ საუბრობ ეს დაგმარცხება არა ხალხია გამოსავალ ხო და მაგაზე გათქვევინე მეთქი ასე გავთავდა ეთერი რა არა მე ვიტყვი უკვე გავდივარ ბიზინა ივანიშვილს გათვა რაზე ქონდა მან იცოდა რომ ეხლა რომ მოთქლიფავ ამ ფულს ვიშოვი გავდიდები კიდევ უფრო და ყველაფერს შემოვიღობავ და რეალურად გავხდები ფეოდალი ხო ძლიერი ოპოზიციური პარტია პოლიტიკურ ველზე თუ იქნება არის თუ გვიან მოვა და პანჩურს ამომარტყავს პოლიტიკურ ველზე ამიტომ დააპირა პოლიტიკური ველის გაუდაბნოება არ გამოვიდა არ გამოვა ნიკა დამიჯერე რა აი გულწრფელად გეუბნები არ გამოვა კი არა აი დაამღალე რა ნიკა ნოემბერში ხო შეთავიჭი საუბარი და ლევან ორთქი პალიცესთან როაქჭით ბიჭო დამთავრდა ეთერი მეთქი მე მინდა მეთქი ვისურვა რომ აი როგორი წესიერი და მე მგონი სუფთა ადამიანი ეს ზაზა ეს არა გასარალიძე
ესეთი მგონი ბატონო. არა, რა საოცრად ისეთი გონიერი და წესიერი ადამიანია, იცი, მართლა ღმერთისთვისაც წერია. ხო და არა ერთს, აი სწორედ ქართველობა ეს არის, იცი? აი უთანასწორო ბრძოლაში მოიგო ამ ბიჭმა. იმიტომ რომ აბსოლუტურად მართალი იყო და მოდი რა, აი ესეთი ხალხი ძალიან ბევრი ყავს. აი ესეთი ხალხის უნდა გახდეს მომავალი. ვიღაცა ბუფეტში იყები თუ რა ქვია რა რაღაცა საჭვის კეთებელიო და შემთხვევითი ხალხი აღარ შეიძლება იცი პოლიტიკაში პირადი ადამიანის ხო ნუ არ არის ეს სწორი იცი რაღაცა გამოსვლება ახლა ბიზნეს რას არ უნდა არ დამიჯეროს რომ ახალგაზრდებს ნუ არ მოიყვანთ რა ხო სწავლობენ და სანამ ისწავლიან დაუყავენ ქვეყანას კაცო არ არსებობდა სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანო არ არსებობდა ბატონო დავით ეხა ექიმის ავადმყოფოში მიხვიდოდი და ექიმისთვის ხალათში უნდა ჩაგედო ფული მიხვიდოდი პოლიციაში და უჯრაში უნდა ჩაგედო ფული ან ჯიბეში გაიშნიკისთვის მიხვიდოდი სადღაცა საჯარო სამსახურში და ასევე უჯრაში არა ფუნქციონირებადი სახელმწიფო იყო ტერიტორია ვიყავით უნდეულესი რეფორმები გაატარა და დაიფრიდა. თქვენ წარმოგიდგენთ ამ პატარა ქვეყანაში ერთ დღეში, 2 წუთი მომიწვია. ერთ ქვეყანაში მარტო მიხეილ სააკაშვილი როდესაც გამოვიდა და მოუწოდა ყველა კანონიერი კურსი, ან დატოვეთ ქვეყანა, თუ არა და წინაშე შემთხვევაში კანონთა პასუხისაგებთო, რამდენი კანონიერი კურსი იყო. ხო უკვე კონფლიქტში შევიდა ერთ სეგმენტთან, რომელიც მართავდა. მე 15000 პოლიციის თანამშრომელი გაათავისუფლა. ხო ნაწერი დააბრუნა. დაბანებეთ თავი დეტალები აღარ არის აღარ აინტერესებს. არა, მე მეუბნები რა შეშოვი. ნუ გადაყევია მიშა. მიშა უკვე წარსულია. რა იმასი როგორ არის წარსული? ჩემი აზრით წარსულია. კარგი ბატონო დავით. და მომავალი არის ისა ეკაბესელია. ეკაბესელია გუში წინდელი დღე არის. აი შენი ის რა ქვია საკრებულოში რო ყავს გუში მყავდა ეთერში. ლევანი ხაბეიშვილი. აი იცი რა არის შემძახებელი იცი ყველა. ლევანი ხაბეიშვილს მაცალე ბიჭო ერთს ას დრომისა დრომ პიროვნება მარა დრომ შენ მაცალე ნიკა დამთავრდა ეთერი დამანებეთ თავი რა შენ საერთოდ იყავი ნაცმოძრაობისევრი ხო გამგებლად როა დაგნიშნეთ თაწმინდაში იქ ვიყავი გას მართად თაწმინდა დაეტყვა ის ორგანიზატორები ხარ თქვენ აი ესეთი ადამიანები ვისაც შეუძლია იმის გაძღოლა მენეჯერული თვისებები ვისაც აქ იცი და პოლიტიკურიც ესეთები მოვლენ აზრ თუ გვიან ახლა ვინ მოგიყვანა და რა მოგიყვანათ ეს წარსულია უკვე ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური კომპეტენტური ხალხი ხელისუფლებაში ამის დეფიციტია 6 წელიწადია და ამის ბრალია რომ ეკონომიკაში ჩავარდნებია და ჭაობში ვარ და აბატე და უარეში ვარ ქვეყანა სერიოზული საფრთხეები აქვს და მე მოგიწოდებ ნიკა სულ არ მაინტერესებს შენი პარტიულობაც და არც არაფერი აი და იყავი პრინციპული იყოს ის ბიჭის შენი ისა პრინციპული სუფთა ხალხი გჭირდება არ არიან არც ხოცებში არც ნაცებში ბევრი ხალხი ვისაც შეუძლია ხალხის აყოლებას აღარ იტყვი გემშვიდობა წმენა და აგაკას უკანასკნელში უკეთეს ხვალინდელი წმენა მიხარი ხარ ჩემი სტუმარი რო ხარ გადარჩენილი ხარ მე არ ვიცოდი თუ იმისი რა ქვია ჟანდარმერიის უფროსება დაგაპატიმრეს პირობას გაძლევთ სათითაოდ თითეული ყველა მოგიხდის ბოდის თუგი და დაგენისლავები მოგიხდიან თავს მოგიტან პირდაპირ ეთერში თავი არ მინდა ანუ გადამდგარი მაღალჩინოსნის აი ესე დოკუმენტ დაგიდებთ აი კიძულებულს გავხდით არა ნუ მაგაც საქმე წასულია როგორც გავხდით აი არ არსებობს არ შერჩება ნიკა მაგაზე მაღლოდა და იმას ეხა დაასდევენ წარმოვიდგინე ნიკა აღარა მაქვს დრო ბიჭო ხალხში ვიცი ხალხი საბა ის ბიჭები ხო გეიქცნენ საქართველოსდან ხო აღარ არიან დამთავრებულია მაგრამ ჩამოიყოდა ფიქრობენ რომ დაჭირდება ნიკა დამიჯერე ისტორიის ვალკაზე წავლენ ვინ ძალადობს ყველა ხელისუფლების ნაგავში გაქცევის ის არის ბილეთი არის ძალადობა ესენი იზელადებენ ესენი წავლენ დამიჯერე და მე ვფიქრობ რომ დემოკრატიული საქართველოს აშენების საინტერესო ეტაპზე ვართ ამჯერად და მადლობა რომ შენ გვესტუმრეთ ჩვენ ნიკა მელია გახდა ჩვენი სტუმარი მე გემშვიდობები დავიხალე აი ამდენი იცი ეგება საერთოდ დამთავრდეს საუბარი ამ ძიძგილაობაზე ქვეყანა არის გადასარჩენი მადლობა რომ გვისმენთ გემშვიდობები და მინდა გითხრათ რომ ბარიერშიც სამთავრობაზე გადადგომაზე გვექნება საუბარი ეს 1907 წელს მართლა ლეგენდარული ტექსტი საქართველოსა იცი ეხლა არის რატო იცი სისტემას არწვიან აი მიშა ოხერმას არ შეცვალა სისტემა ესენიც არწვიან და წარსულები არიან ყველანი ვინც სისტემას არ შეცვლის აი ეს იუსტიციის საბჭო არა ეს ბუნაგი არის იმები ჯაყოების ის გასაუქმებელია სასწრაფოდ აგერ ბიზნეს ვეუბნები მაგას მთელი სასამართლო გასაყრელი არის
იუსტიციის სამინისტრო ვინ აკითხავს ბიძინა ივანიშვილი? არ ეკითხება და ხალხი მოკითხავს რა ყველას. მადლობა ნიკა, როგორც გებშიდობებით.